ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტ დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობის პირველ სართულზე მოეწყობა საჭიდაო და სატრენაჟერო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ასევე სამედიცინო და სამუშაო ოთახები. მეორე სართულზე კი იქნება მაყურებლებისთვის გათვალისწინებული ტრიბუნები და სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის კედლების მოწყობისა და სახურავის თბოსაიზოლაციო სამუშაოები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს ართვინ ჯორჯია ასრულებს. გარდა ამისა, ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მიმდინარეობს სტადიონის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დასრულებულია შემოღობვისა და შეღებვის სამუშაოები, დამონტაჟდა ტრიბუნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური საფარის მოწყობა. პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით, სამუშაოებს შპს თამარაშენი 2008 ასრულებს. ბრეთის მეურნეობაში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის საერთო ღირებულება არის 5,928,000 ლარი. საშეჯიბრო კომპლექსი იქნება, გვაძლევს ტერიტორია მაგის საშუალებაში დაფართი, ასევე იქნება სატრენაჟერო დარბაზი, იქნება კრივის დარბაზი, ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო მასშტაბით შეიძლება უმასპინძლოთ შეკრებებს და შეჯიბრებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. გარდა ამ კომპლექსისა, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარელის ცენტრში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მშენებლობა. 7-7 სტანდარტის სტადიონი არ არსებობდა ქარელში, დახაზვითი სამუშაოები მიმდინარეობს და 235,000 ლარია ამ ინფრასტრუქტურის ღირებულება. ამ ეტაპზე დასრულებულია მონოლითური სამუშაოები სრულიად, ახლა მიმდინარეობს ლესვითი და ბლოკის ყობის სამუშაოები, რომელიც უკვე დასკვნით ფაზაშია. ამ ეტაპზე კიდევ მიმდინარეობს მოცემული გადახურვის სამუშაოები, წამწეები ფერმებით, მიმდინარეობს ჰიდროიზოლაციის სამუშაოები სახურავზე, რომელიც მოცემულ თვეში დასრულდება. შემდეგ თავისთავად წარიმართება სამღერო სამუშაოები და მექანიკური სამუშაოები, ხოლო საერთო ჯამში დასრულება იგეგმება წლის ბოლოს.